იცოდით, რომ საქართველოში პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ფასები გაცილებით მაღალია, ვიდრე ევროპის ბევრ ქვეყანაში, რუსეთში, თურქეთში და სხვაგან. და ამის მთავარი გამომწვევი მიზეზი სულაც არ არის ადგილობრივი წარმოების ნაკლებობა ან იმპორტზე დამოკიდებულება. რეალური მიზეზი მსხვილი ქსელური სუპერმარკეტების და სადისტრიბუციო კომპანიების მონოპოლიაა, რომლებიც მაქსიმალური კომერციული მოგების მიღების მიზნით მომხმარებლისთვის ფასებს ხელოვნურად ზრდიან. ფასების ხელოვნურად გაძვირების სქემა ასე გამოიყურება. იმისთვის, რომ მიმწოდებლის პროდუქცია მსხვილი ქსელური მარკეტების დახლებზე მოხდეს, ამ მარკეტების მფლობელები მას უწესებენ სხვადასხვა სახის გამოგონილ გადასახადებს, რომლებიც პროდუქციის თვითღირებულების 40-50%-ს აღწევს. ამას ემატება თავად სუპერმარკეტების ფასნამატიც, საშუალოდ 30%. და საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი იწვევს იმას, რომ პროდუქტის ფასი მომხმარებლისთვის პრაქტიკულად ორმაგდება. უფრო გასაგები რომ იყოს, მოვიყვან პირობით მაგალითს. ერთ შეფუთვა კვერცხს, რომლის ობიექტური საბაზრო თვითღირებულება 2 ლარია, იმისთვის რომ უბრალოდ აღმოჩნდეს მსხვილი ქსელური მარკეტების დახლებზე, ადებენ ღირებულების 50%-ს. შემდეგ სუპერმარკეტი საკუთარ ფასნამატსაც 30%-ს ადებს. შედეგად, ხელოვნურად გაბერილი მანიპულაციების ფონზე პროდუქტი, რომელიც რეალურად 2 ლარი უნდა ღირდეს, მოსახლეობას დახლებზე ხვდება 4 ლარად. ერთი თვის წინ ამ პრობლემას შეეხო ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე. მან აღნიშნა, რომ ფასები ხელოვნურად არის გაბერილი და სახეზეა კარტელური გარიგებების ნიშნები. თუმცა ჯერჯერობით ეს განცხადებები მხოლოდ სიტყვებად დარჩა და მგონია არსებული პრობლემის სისტემური მოგვარება ნაკლებად მოსალოდნელია იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მონოპოლისტი ქსელური მარკეტების მფლობელები თავად ხელისუფლებასთან დაახლოებულ ფენას წარმოადგენენ.